რას გთხოვ სამყარო, როდესაც აღმავალი კარმული კვანძი მშვილდოსანში არის და აღმავალი კვანძი ტყუპებში. და აღმავალი კვანძი მიანიშნებს რა მოიტანა ადამიანმა, როგორც უნარები, დაბადებიდანვე თანდაყოლილი უნარები, რითაც დაიბადა, რითაც მოდიოდა, მაგალითად კარმული ასტროლოგიიდან, წინა ცხოვრებებიდან, ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან, ოჯახში რა რესურსები იყო დაგროვილი, რომელიც თანდაყოლილად გადმოყვა ბავშვს როგორც უნარები. ტყუპები ჩვენთან ეს არის კომუნიკაბელურობა, ეს არის ზედაპირულობა, კარგი კუთხით, როგორც არის მაგალითად მოქნილი გონება, როდესაც კარგად შეუძლია სწრაფად შეისწავლოს ადამიანმა ინფორმაცია, კარგად მოახერხოს ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან. ანუ ტყუპები ჩვენთან ეს არის კავშირები, კომუნიკაცია, ეს არის სწრაფი ანალიზი, ინფორმაციის სწრაფი მოგროვება, გაცემა და ეს არის ფოკუსირება უფრო სხარტ ურთიერთობებზე, აზროვნებაზე. მშვილდოსანი აბსოლუტურად საპირისპირო ენერგია არის, ეს არის გლობალური ხედვები, ეს არის დიდ ცურათში, დიდ მასშტაბში დანახვა, რაღაცა ისეთ მასშტაბური აზროვნება და მასშტაბურად დანახვა სურათის და როგორც წესი აღმავალი კარმული კვანძი ეუბნება უკვე ადამიანს, რომ საჭირო არის ინფორმაციასთან უკვე არადაგროვებადი გამოყენება და ურთიერთობა, როდესაც მე ყველაფერს ვკითხულობ, მაგრამ დიდ სურათს არ ვქმნი ამ ინფორმაციებიდან. როდესაც მე მაგალითად შეიძლება ზედაპირულ კონტაქტებში და ურთიერთობებში შევდივარ ადამიანებთან, მაგრამ არა სიღრმისეულ ხედვებში, მაგალითად, როდესაც შემიძლია რაღაც მასწავლებელი ვიყო მაგალითად ვიღაცებისთვის, ხო, რაღაც საფუძვლიანად ფლობდე რაღაც თემას, რაღაც სფეროს. მშვილდოსანი არის, როცა ერთი მიმართულებით მივდივართ და საფუძვლიანად ვეცნობით ნებისმიერ თემას, რასაც ვეხებით. ტყუპები არის უფრო დაკავშირებული ცოტ-ცოტა ყველაფერში, რომ ვერ ყვევი. აი ეს არის დასაძლევი, რომ ცოტ-ცოტა ყველაფერში გარკვევა, ეს არის ისევ წარსულის ტკეპნა. საჭირო არის ადამიანმა უკვე დაგროვილი ცოდნა, დაგროვილი ინფორმაცია, რაც არის მაგალითად, რომ ძალიან კარგად სწრაფად მეტყველებენ, ძალიან განცდა გაქვს ადამიანს აღმავალ კვანძ ტყუპს, რომ შეხვდები, რომ ეს განათლებულია, შეიძლება მართლა არ ქონდეს ინფორმაციასთან დიდი წვდომა, მაგრამ შინაგანი განათლება, შინაგანი ინტელექტი აქვს. და ეხლა საჭირო არის უკვე არა ცოტ-ცოტა ყველაფერი მაინტერესებს, ყველაფერი გამომდის, ყველა სფერო მაინტერესებს, ხშირად აქვთ ხოლმე ეს და არ ვიცი რა გზა ავირჩიო, იმიტომ რომ ყველაფერი ჩემთვის საინტერესო არის. არამედ უნდა იაროს უკვე ერთი მიმართულებით, აირჩიოს ერთი მნიშვნელოვანი საინტერესო მისთვის თემა და წავიდეს ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულად. მისია ამას თხოვს, რომ ისწავლოს გლობალური ხედვა, ისწავლოს საფუძვლიანად რაღაც სფეროების შესწავლა და არა უბრალოდ ინფორმაციის დაგროვება და კიდევ ერთი სერტიფიკატი, კიდევ ერთი რაღაც ლექციის, ტრენინგის რაღაც კურსი მაგალითად. არა, აი უფრო არის მიდრეკილება იმისკენ, რომ მაქსიმალურად გაიფართოვოს ცნობიერება ადამიანმა. აი მაშინ არის უკვე მისია მიღწეული სადღაც, რომ ადამიანმა გლობალური აზროვნება უნდა ისწავლოს, თავის ღირებულებებში უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ მშვილდოსანი ჩვენ აღირებულებათა სისტემა არის, მე რისი მჯერა, რისი მწამს, ხო? და ჩემი მსოფლმხედველობა შევიქმნა და არა მაგალითად უბრალოდ ინფორმაციულად მქონდეს ყველაფერზე ცოტ-ცოტა რაღაც შეხედულებები, მაგრამ ეს არ არის რწმენა, ეს არის ჩამოყალიბებული ხედვები, ხო? მშვილდოსანი ხშირად მიგვიდიდებს უცხოეთზე, მოგზაურობაზე, გლობალურ ხედვაზე, იქ შეიძლება ხარისხი დაიცვან, შეიძლება ხარისხი მიიღონ რომელიღაც სფეროში, დოქტორი შეიძლება გახდეს ადამიანი, ან სერიოზული პედაგოგი. აი ტყუპები უფრო ჩვენთან სკოლის მასწავლებლის დონეზე არის და აი ადამიანი კარმული მისიით ეს არის მოსწავლე წინა ცხოვრებებში და გამოცდილებებში, რომელიც ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ აი რაღაც დიდ თემებს ჯერ არ შეჭიდებია, დიდ გლობალურ საკითხებს და აღმავალი ზუსტად ამას მიანიშნებს, რომ მოზარდი უნდა გადავიდეს უნივერსიტეტში და მერე საერთოდ დოქტორანტურაში ცხოვრებისეულად. აი დიდ სურათში უფრო ესე ჟღერს, როგორც წესი ეს არის მისია უფრო უცხოეთისკენ, ან უცხოელებთან ურთიერთობისკენ, რომ უნდა გააფართოვოს ადამიანმა თვალსაწიერი
ეს არის მისი მისია, იმიტომ რომ ტყუპები არის რა, ცოტა ქალაქში ვტრიალებ და არ ვიცი ქვეყნის იქით რა ხდება და მშილდოსანი არის უკვე ქვეყნის იქით უნდა გავიდე, გლობალურ ხედვებში უნდა წავიდე და აქ მოდის კმაყოფილება და ბედნიერება როგორც წესი. აღმავალი კარმული კვანძი მშილდოსანში, აღმავალი კვანძი ტყუპებში. რას გვეუბნება კარმა, რა არის აქ მთავარი? მითითება სამყაროსგან და ბედისგან, რან უნდა განავითაროს ადამიანმა ამ ცხოვრებაში. და აღმავალი კვანძი მშილდოსანში მიანიშნებს, რომ კარმული ასტროლოგიით თუ შევხედათ წინა ცხოვრებებიდან თუ ოჯახური გზავნილებიდან მოიტანა როგორც რესურსი ადამიანმა უკვე ფართო ხედვა, ფართო რწმენები, გლობალური ხედვები, გლობალური რწმენები ან იდეოლოგია, მაგალითად, რომელიც უფრო დიდ გლობალურ თემებთან არის დაკავშირებული. ეს არის ადამიანი, რომელიც კარმული ასტროლოგიით თუ შევხედავთ წინა ცხოვრებებში ბევრს მოგზაურობდა, მოიარა მსოფლიო მაგალითად, ან ძალიან ბევრი ჭყალებში რო თქვათ, იფილოსოფოსა, ძალიან გლობალური თემებით ინტერესდებოდა და შეიძლება დიდი მიღწევებიც ჰქონდა, იმიტომ რომ მშილდოსანი გაფართოება არის, მიღწევები არის დიდი, მაგრამ კარმა მოითხოვს ახლა რომ აი ეს ყველაფრის, მოდი ესე ვთქვათ, გართულება, თუნდაც ურთიერთობებში, ყველაფრის სიღრმის ძიება, რაღაც გლობალურში გადაყვანა, ყველაფრის ეს უკვე აღარ არის მისია. ადამიანს უკვე მოეთხოვება ტყუპების პროგრამის შესრულება, უფრო ზედაპირული გახდეს, უფრო მარტივი გახდეს, უფრო მსუბუქი გახდეს, მაგალითად, შეიტანოს მეტი, მოდით ესე ვთქვათ, წიგნიერება, მოსწავლე უნდა გახდეს და არა მასწავლებელი. ხშირად შეიძლება გქონდეთ მიდრეკილება, რომ აი რაღაცებს აუხსნან, რაღაცები ასწავლონ, მაგალითად, ხო, დაღმავალ მშილდოსნებს, უფრო დაარიგონ, გამოვიდნენ როგორც გურუები, მაგალითად, თუმცა მისია ტყუპებში გვეუბნება, რომ ეხლა უკვე მოსწავლე უნდა გახდეს ადამიანი, უნდა აგროვოს უკვე ინფორმაციები და უფრო გაცვალოს ინფორმაცია სხვებთან და არა მასწავლებლის პოზიციაში გამოვიდეს. ის ენერგია, რომ მე უფრო მეტი ვიცი თემა, ეს ამ კვანძისთვის უკვე აღარ არის. რა თქმა უნდა, პირად რუკას გააჩნია ერთიანობაში რა ხდება, მაგრამ მაინც მისია გვეუბნება, რომ მოусმინე ბევრ ინფორმაციებს, ბევრი წიგნი წაიკითხე იქნება ეს თუ აი ინფორმაციას და ზედაპირულ ინფორმაციას ხშირად არიან ხოლმე ჟურნალისტები ხდებიან, მაგალითად, რა არის ჟურნალისტიკა, ყველა სფეროში ვერ ყვევით ცოტა, მრავალფეროვნება მისი დავს. აი ხშირად არიან ხოლმე რომ პირიქით უკვე აინტერესებთ მრავალფეროვნება, ახლა იმასაც გავსინჯავ, ამასაც გავსინჯავ, იმ სფეროშიც შევალ, აი აქ უკვე პატარ-პატარა ლექციების მოსმენა, პატარ-პატარა ტრენინგებზე დასწრება, პირიქით აყოთან ზოგადი განათლება არის. ტყუპი ეს უკვე მისაღები არის და ეს პირიქით უკვე კარმული მისია არის ამ ადამიანის, რომ სირთულეებში, რაღაც გლობალურ და დიდ ხედვებში კი არ გაიჭედოს მარტო, იყოს უკვე ზედაპირულ კომუნიკაციაში, ან ზოგადი ინფორმაცია დააგროვოს, მოისმინოს ყველაფერზე ცოტ-ცოტა. ხშირად არიან მედიაში, მაგალითად, აღმავალი ტყუპები, ინფორმაციის გამავრცელებლები და არა მასწავლებელი, როგორც იდეოლოგიურად ვიღაცებს ან ჭკუა დაარიგონ, ან რჩევები მისცენ, მაგალითად, უფრო არის ინფორმაცია. ეს არის, აი, მაგალითად, დიქტორი, რომელიც ინფორმაციას კითხულობს, პირდაპირ და ავრცელებს და არა, რომელიც ანალიტიკურ გადაცემაში არის სიტყვაზე, ხო? რა თქმა უნდა, ასევე ამბობ თელს რუკას გააჩნია იქ რა კომბინაციებია, თუმცა მისია უფრო ეს არის, ადამიანმა ისწავლოს მოქნილობა, ზედაპირულობა, სიმსუბუქე და აი ჰაერი შემოიტანოს თავის ცხოვრებაში მეტი, ხო, სიმსუბუქე ინფორმაციასთან, სიმსუბუქე ღირებულებებშიც მაგალითად და არ იყოს ისე რომ აი ურთიერთობებში მხოლოდ ღირებულებების კუთხით შევიდეს მაგალითად, ხო და აი ამ პროგრამას თუ მიხვდება ადამიანი, ბევრი რაღაცა მერე ლაგდება ხოლმე როგორც წესი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ჩდება ხოლმე მათ ცხოვრებაში.